ჩვენ 4 წელია ვარჯიშობთ. ჩვენი სპორტი ძალიან შრომატევადი და ძალიან რთულია. დღეში მოითხოვს 6 საათზე მეტ ვარჯიშს. პირველ რიგში ჩვენი გამოსვლა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჟიურიმაც და მაყურებლებმა ძალიან დადებითად შეგვაფასა. ჩვენაც ძალიან გაგვიხარა და ეს იყო ჩვენთვის კიდევ ერთი წინადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ნახევარფინალის ნომერი ძალიან გავართულით და ვეცდებით, რომ მაყურებელი უფრო მეტად გავაოცოთ. მაშასე ნიჭერის სცენაზე აკრობატთა ჯგუფი აკრობუმი. დარწმუნდი რა შეუძლიათ გოგოე? ვაღიარებ, დავწმუნდი ნამდვილად ძალიან მაგრები არის. განსაკუთრებით ეს პატარა, სად მიფრინავ ხოლმე, გულს რო გიხეთქავ, რა გინდა? სადა? ფინალში. ფინალში. ფინალში მიფრინავ. მშვენიერია, ძალიან კარგია. მართლა შთამბეშტავი ნომერი იყო, ვანიკო, ორი სიტყვა მათქმევინე, ძალიან შთამბეშტავი იყო და მე ვწმუნდები, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღრო. სოფო არა. ნამდვილად მე უბრალოდ არ ვიცი. მახსოვს ის ემოცია, რაც მე შარშან განვიცადე, როდესაც ბიჭები აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ამის შემდეგ თუ ორმაგად უფრო ვინერვიულებდი, ნამდვილად არ მეგონა, იმიტომ რომ ამჯერად გოგოები არიან სცენაზე და მართლაც უბრალოდ იმდენ რაღაცას აკეთებენ და იმხელა შესაძლებლობები აქვს და ისეთი კიდე იგრძნობა, რომ მართლა ეს არ არის მათი მაქსიმუმი, რომ მე უბრალოდ მართლა შოკირებული ვარ, არ ვიცი როგორ შევაფასო. ეს არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი მინახავს ამ პროექტის განმავლობაში. მართლა არაჩვეულებრივი ხარ. ვანო.
ეხლა მეც შემიძლიაო. რაღაც ეხლა არ თქო მეც შემიძლიაო ეს. არა, ეს ნამდვილად არ ეს შემთხვევა არ არის. ეს ნამდვილად წამალი არა გაქვთ რამე რომ ენის ქვეშ რო ამოვწო. ვალიდოლი. გეხოწებით. აი, გოგოებო, ძალიან გთხოვთ, დაზღვევის გარეშე აღარ გამოხედეთ, თორე იმიტომ მე მჭირდება უკვე დაზღვევა. არ ვიცი რა, არაჩვეულებული გამოხდა. დაზღვევა გჭირდება შეხო. ჯანმრთელობის დაზღვევა, ვანოს და გეგა. ძალიან განვიცადე. აი, იცი რა ვთქვა, აი, გოგოები არიან არაჩვეულებრივები თავისთავად, მაგრამ ესეთი სირთულის, ესე ზუსტად სიზუსტეში და სინქრონში გაკეთება არის ნუ წარმოუდგენელი და მე მგონი რაღაცა ახალი ის გამოიგონეს, რომელიც ფიზიკის კანონებს არ ღვევს, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაში გაჩერება მე მგონი საერთოდ წარმოუდგენელია, არათუ ერთი რაღაც გამომჩნდა, სამი ადამიანი ქმნის არაჩვეულებრივ შოუს. ანუ ბრავო გოგოებო, მართლა არაჩვეულებრივ. დიდი მადლობა ჟიურის ფანტასტიკური შეფასებისთვის.